აი დაეწერა რუბრიკა სახეები, დღეს პარასკევია და ყველამ ვიცით, რომ დღეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის ძალიან საყვარელი რუბრიკის და საყვარელი თანაწამყვანის დრო. ლიანა მარქარიანია ჩვენთან ერთად, თავის არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად და მივესალმები მე მათ, რა თქმა უნდა, მოგესალმებით. და ყოველთვის საინტერესოა ხოლმე რა მოგვიტანეთ დღეს და ვინ უნდა გაგვაცნოთ და აი გისმენთ სიამოვნებით. ღემშვიდობისა მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ნალექიანი და წვიმიანი დღეა, მაგრამ ეს კიდე დიდხანს იქნება. მინდა დავაანონსო და ვთქვა მეც, რომ სულ მალე იქნება ვარდების დღესასწაული, ეგრეთ წოდებული ვარდატონი, რომელიც ყოველთვის ასოცირდება გამოდარებასთან და კარგ ამინდებთან. მაისის ბოლო კვირას ყოველ წელს საქართველოში ზეიმობენ ვარდატონს, რომელიც ეგრეთ წოდებული ასევე საიათნოვობა არის, იმიტომ რომ ამ დღეს ყველა იხსენებს აშუხს, მგოსანს. ხშირად ასე უწოდებენ მას სამი ერის თანაბრად აშუხს, საიათნოვას, რომელიც ჩემი აზრით და ალბათ ყველას აზრით, ვინც მის შემოქმედებას იცნობს, იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოღვაწე და აშუღი თავის პერიოდში და რა თქმა უნდა იმ თვალსაზრისით, რომ მისი ეს ლექსები და მისი სიმღერები დღემდე ძალიან აქტუალურ და სოციალურ საკითხებს მოიცავს, რაც ძალიან გასაკვირია ადამიანისთვის, რომელიც მეფის კარზე მღეროდა. ჩვენთან ერთად დღეს არის არაჩვეულებრივი მარია არაქელოვა, ქართულ სომეხთა კავშირის ხელმძღვანელი, რომელმაც ითავა უკვე წლები, ის გახლავთ ორგანიზატორი აი ამ ვარდების დღესასწაულისა. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, მოგესალმებით და მადლობა მობრძანებისთვის. აქ ამასობაში მინდა ვთქვა, რომ მისი ხელნაწერების კადრები წავა და ეს იყო ადამიანი, რომელიც ქართულ ლექსებს, ქართული სიტყვების ნაცვლად სომხური ასოებით წერდა და სომხურ ლექსებს ქართული ასოებით წერდა და მეცნიერები ამბობენ, რომ ამას ჰქონდა ის მნიშვნელოვანი იდეა, რომ ის ასე აკავშირებდა ერებს და ხალხს. აი ზუსტად აი ამ კავშირზე და იდეაზე მინდა თავიდანვე გკითხოთ, როგორ შეიქმნა ეს დღე თან საქართველოში დაარსდა და დაიწყო პირველად აი ვარდატონი, რომელიც საიათნოვას ეძღვნება. მოგესალმებით, მაყურებელსაც მივესალმებით, დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მინდა გითხრათ, რომ საეთნოვასადმი მიძღვნილი დღესასწაული დაფუძნდა 1914 წელს და თავიდანვე, როგორც კი დაფუძნდა ეს ღონისძიება იყო უკვე კავშირი და ერთობა ქართველი და სომეხი ხალხისა, რადგან ერთობლივად დიდი პოეტის და მწერლის ჰოვანეს თუმანიანის და იოსებ გრიშაშვილის, ასე ვთქვათ, ძალისხმევით დაარსდა ეს ღონისძიება, რაც რა თქმა უნდა სიმბოლური არის, რადგან საიათნოვა იყო მეფის კარის კაცი, ასე ვთქვათ, მეფის საზანდარი, მგოსანი, იყო მეგობრობის, სიყვარულის, ქალისადმი პატივისცემისა და ტრფობის პოეტი და რა თქმა უნდა, მისი შემოქმედება იმდენად დიდი და დიადი არის, რომ დღესაც საკმაოდ აქტუალური არის. ზუსტად ასე, ბევრმა იცის მისი სიყვარულის შესახებ ლექსები ძირითადად, ну როგორც რომანტიზმი უფრო პოპულარულია, მაგრამ გამოირჩევა ასევე აი სოციალური მესიჯებით, ქალისადმი პატივისცემით, ერებს შორის კავშირის და ჩვენ კი ვამბობთ ზოგადად სამი ერის მგოსანი, მაგრამ თუ დავაკვირდებით, იქიდან გამომდინარე, რომ სპარსულ ენაზე წერდა, თურქულ და აზერბაიჯანულ სამყაროშიც კი ძალიან პოპულარული იყო და ზუსტად ახლა აი ამ სიუჟეტსაც კარგად გადაება და დაემთხვა. წელს და ყოველთვის გრძელდება ეს ტრადიცია, პირველი ვარდი გამოჩნდება თუ არა, სადმე ჩემთან ეზოში ან სადმე, ხო, ჩემთანაც ხვიარა ვარდს თუ დავინახავ, ვიცი რომ ვარდატონი ახლოვდება. როდის ინიშნება ხოლმე ეს დღე და აი წელს როდის არის, რომ დავაანონსოთ? დიახ, პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხარდო ქალაქ თბილისის მერიას და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სიმბოლური, მრავალფეროვნების, ჩვენი ეთნიკური, ასე ვთქვათ, სიმდიდრის ჩინების ერთგვარი სიმბოლო არის აღნიშნული ღონისძიება და მინდა ვთქვა, რომ 1914 წელს დაფუძნდა, როგორც აღვნიშნე და წელს აღინიშნება 31 მაისს. ტრადიციის თანახმად ყოველთვის აღინიშნება მაისის ბოლო კვირა დღეს, რადგან როგორც აღვნიშნე, დიდი პოეტების არქივებში არის შენახული მიმოწერა, წერილები, სადაც დიდი პომპეზურობით გაიხსნა, ასე ვთქვათ, მემორიალური საფლავის საიათნოვასის თბილისის სურბ გეორგის სახელობის
სომხურ ეკლესიაში მეიდანზე და სწორედ აი ამ დღეს უკავშირდება. ეს იყო თაოსნობით, იოსებ გრიშაშვილის თაოსნობით, მაშინ აი ეს ესკიზი შექმნა ძალიან ცნობილმა მხატვარმა ბაშინჯაღიანმა და არსებობს ერთმანეთთან მიმოწერები, რომ აი ყველაზე დიდი თაყვანი რაც შეგვიძლია ვცეთ საათნოვას, როგორც სიყვარულის მგოსანს, როგორც ასე ვთქვათ, სილამაზის სიმბოლოს ეს არის 1000 სახეობის ვარდი და ნებაბიმბოძეთ ერთმანეთს წერენ რომ გამოგიგზავნოთ ვაშთა გიმნაზიასთან გამოგიგზავნეთ ხალხი რათა გიბოძოთ ეს არაჩვეულებრივი ვარდები. აი 31 მაისს დასწრება არის თავისუფალი ღონისძიება გაიმართება თბილისის გულში მეიდანზე ყველას დიდი სიამოვნებით გებადით. ხო აი დავასწრო მე კი ვიცი მაგრამ აი გოგოს აი რა მე არ ვიცი. დილიდანვე ემზადება ქალაქი ამ ღონისძიებისთვის, იკრიბებიან თუმანიანის სახელობის სახლ მუზეუმში, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, მონაწილეობას იღებენ საქართველოს მწერალთა კავშირი, საქართველოში სომხეთის საელჩოს ხარდაჭერით, სომხეთის ასე ვთქვათ მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, ასევე წელს ჩვენს სტუმრად გვეყოლებიან ძალიან ცნობილი ასე ვთქვათ ინდივიდუალური შემსრულებლები და ასევე სომხეთიდან. დიახ, სომხეთიდან და არა მხოლოდ სომხეთიდან, მათ შორის საქართველოდან, სომხეთიდან ველოდებით ფოლკლორის ეროვნულ ანსამბლს სომხეთის, ხოლო საქართველოსთან ასევე ხალხურის პროექტის დიახ მონაწილეებიც იქნებიან წარმოდგენილები. და თითო ვარდით ჯერ ამ ვარდში ამკობენ ხოლმე საათნოვას საფლავზე, გაიხსენებენ და მერე უკვე იწყება კონცერტი. დეტალებს თუ ვინ იყო საათნოვა და საერთოდ როგორი ცხოვრებით იცხოვრა, რა თქმა უნდა, სიუჟეტში წარმოგიდგენთ და შემდეგ თქვენთვის ჩვენი ხალხურის წარმომადგენლები ჰაიარტონის ჯგუფი მის ერთ-ერთ ნაწარმოებს შეასრულებს. საათნოვას ისტორია. რა ზარბაბი, რა ატლასი, რა ზარი ვარ, იცი განა. იას და ვარც ვენატრები, რა ქარი ვარ, იცი განა. ნიადაგ საზი ხელში მაქვს, ნოქარი ვარ, იცი განა. შენს დედმამა შეუწყვია თვითონ კი, არ იცი განა. მას არ შეგიტყვია განა. მას არ შეგიტყვია განა, ახლა მოდი მოგახსენო ქვეყანაზე რავიარე, ლეილუმ ტოლი დავკარგე, მეჯნუნივით დავიარე, ბულბულივით ვარც ვეძებდი, ავდეკ ჭალას ჩავიარე, ვარდის კვალი ვერ ვიპოვე, სულ უბრალოდ გავიარე, მზესავით ირი გაჩვენე, დამწვარი ვარ, იცი განა. მე საათნოვა დავიბადე ივნისის თვეში 1712 წელს თბილისში. ცნობილი ვარ როგორც საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტი, აშუხი და მომღერალი. საათნოვა ჩემი ფსევდონიმია. მე არუთინი მქვია, არუთინ საიადიანი. მამა ალეპოდან იყო გადმოხვეწილი და თავშესაფარი თბილისში იპოვა. აქ დამკვიდრდა და სომხის ლამაზი ქალი შეირთო. მამა ჩემი კარაპეთ საიადიანი ღრმად მორწმუნე ადამიანი გახლდათ, ხოლო დედა სარა წარმოშობით სანაჰინიდან იყო. პირველი ლექსი ბავშვობაში დავწერე. უკრავდი რამდენიმე აღმოსავლურ მუსიკალურ საკრავზე და ვთხზავდი ყველაფერზე, რაც მომწონდა და მაწუხებდა. შენთვის ოქროს ღილს დავეძებ, ვერავშობ ზარგარშია, თითები გაქვს ჩამოსხმული მოყვანილი ფარგალშია, ადე ქალო ითამაშე ოქროს სიმის ლანგარშია, შენ მიჯნურო მოგიხდება სირმა ვერცხლი კამრისათვის. გამორჩეულად მიყვარდა კამანჩა. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი და სიმღერა ზუსტად ამ ინსტრუმენტს ეძღვნება. ერთნაირად ჟღერად ლექსებს ვთხზავდი ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ფარსულ ენებზე. დღეს ყველას უკვირს ის, რომ ჩემი სომხური სიმღერები ქართული ასოებითაა ჩაწერილი, ხოლო
აზერბაიჯანული, სომხურით და ქართულით. მე კი მგონია, რომ ეს ორიერი იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ზუსტად ასეთი მიჯაჭვულობაა სახასიათო, ერთმანეთში გადაბმული და ერთ ლექსად ფურცელზე გადატანილი. უდამ შენს კარს ვეახლები, ჩემს სათავსა შენად მოგცემ, ან მომკალან დამარჩინე, ამისადმი წამოვე. საპატიო იყო ჩემთვის, რომ ერეკლე მეფის კარზე გახლდით მიღებული. ბოლოს მისი საზანდარიც გავხდი და დიდ მეჯლისებზე ჩონგურზე დაკვრითა და სიმღერით ვატკბობდი მეფესა და მის სტუმრებს. მანამ, სანამ გაურკვეველი მიზეზების გამო სპარსეთში არ გამაძევეს და ანზალის მონასტერში არ აღმკვეცეს ბერად. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მომეცა საქართველოში დაბრუნების უფლება და განმაწესეს სოფელ კახში მღვდლად. მაშინ მომენიჭა სან ვარდაპეტის წოდება, რაც მეცნიერ ბერს ნიშნავს და გავიმგზავრე ლორის პროვინციაში, ახპატის მონასტერში. ჩემს შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს, ბევრიც მცდარი ცნობები. ჩემი ბიოგრაფია ჩემივე ლექსებით დაიწერა. ერთნი მიიჩნევენ, რომ სანაჰინში გავატარე სიცოცხლის უკანასკნელი წლები. მაგრამ როცა 1795 წლის სექტემბერში სპარსეთის შაჰის აღა მაჰმად-ხანის თბილისზე გამოლაშქრების ამბავი გავიგე, სასწრაფოდ მშობლიურ თბილისს დაუბრუნდი. Евгенуме, დები თბილისს. მაშინ ვამბობდი, თბილისში დავიბადე და აქ მოვკვდებითქო. როცა სპარსელებმა ქალაქი აიღეს მიუხედავად ქართველთა წინააღმდეგობისა, დამპყრობლები მთელ თბილისს მოედვნენ. ერთ დღესაც სპარსელი ჯარისკაცები ეკლესიაში შემოვარდნენ და რჯულის გამოცვლა მიბრძანეს, რაზედაც უარი განვაცხადე. და სპარსელების ხმლით დასრულდა ჩემი მიწიერი ცხოვრება. მე თბილისში დავრჩი, წმინდა გევორგის სომხური ეკლესიის ეზოში. მაგრამ ჩემი ლექსებით და სიმღერებით დღემდე ცოცხალი ვარ. და ყოველი წლის მაისის ბოლო კვირაში კვლავაც ვხარობ მაისის ვარდივით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მაინც თბილისში დაბრუნდა და ეს სიუჟეტშიც კარგად ჩანს. მე კი შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ 31-ში პირველ საათზე, ზუსტად იქ, სადაც სიუჟეტშიც ნაჩვენებია მეიდანზე, როგორც ჩვენმა მარიმაც უკვე ბრძანა, გელოდებათ არაჩვეულებრივი კონცერტი, ერთად გავიხსენოთ კიდევ ერთხელ საათნოვა და მისი შემოქმედება. ქალბატონ მარი არაქელოვას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ანსამბლ ჰაიარტუნსაც წინასწარ ვუხდი დიდ მადლობას გვაზიარებს საათნოვას შემოქმედებას. დიდი მადლობა სტუმრებს, მე ვეშვიდობები მაყურებელს. დღეს ასეთ დასრულდა ჩვენი პროგრამა. გიტოვებთ ანსამბლ ჰაიარტუნს, ჩვენი პროექტის ხალხური გასული სეზონის ნახევარფინალის მონაწილეს. ისიამოვნეთ, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ორშაბათს. კარგად წამდებოდეთ.
ბიჭინაზე